მოგესალმებით. ვიწყებთ 4 სესიის ჩაწერას NL5-ზე. GG პოკერზე. ვითამაშოთ, დავაკომენტარებთ არიგებებს. თუ რამე იყო საინტერესო. აქვე ტრადიციულად შეგახსენებთ, რომ ვისაც სტრატეგიის შესწავლა გაინტერესებთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ პლეილისტებში და ნახოთ პოკერის სტრატეგიის პლეილისტი, რომელშიც 0-დან, ანუ თამაშის წესებიდან და საბაზისო ტერმინოლოგიიდან არის ახსნილი პოკერის სტრატეგია. ხასური ჰოლდემის, რა თქმა უნდა, ომაჰაზე ჯერ არ გამიკეთებია კურსი, მაგრამ გავაკეთებ. და ეს დაახლოებით საბაზისო სტრატეგიის, ანუ ABC პოკერის, ეგრეთ წოდებული ABC პოკერის შესწავლილი კურსია, რაღაც ძალიან მაღალ, ასე ვთქვათ, კონცეფციებამდე არ მივდივართ, მაგრამ მიკროლიმიტების დასამარცხებლად აბსოლუტურად საკმარისზე მეტი ინფორმაციაა ჩემი აზრით და შეგიძლიათ გაეცნოთ. ეს დონქფეთი უბრალოდ დავქოლავ. ბევრი რამე შეიძლება იყოს ოპონენტთან. როგორც ტუზათიანზე უკეთესი, ასევე ტუზათიანზე უარესი. ამ პოზიციაზე შემიძლია უბრალოდ გადავყარო ეს ტუზათიანი. ჩეკით ნახოთ, რავი, სავარაუდოდ ჩვენია, ვაიმე. აქ რაღაც პატარა თაიმ ბანკებია ძალიან. და ფასიანია. 30 წამიანი დამატებითი ის გაქვს, რომელიც ფასიანია, რაც ერთი ბლაინდი ჯდება თუ 10 ცენტი თუ რაღაცა, ანუ წესიად ვერ გავიგე, არ წამიკითხავს. მაგრამ აქ რასაც მივაქცია ყურადღება, დაახლოებით ეგეთი ვარიანტია რა. მიკროლიმიტებზე უკვე ბევრი ვიდეო გავაკეთე, როგორც სტრაფ მაგიდებზე, ასევე რეგულარულ მაგიდებზე, ომაჰას ჰოლდემიც, რავი, თითქმის ყველა ლიმიტი ვითამაშე. ერთი არ მითამაშია, ჰოლდემის აი ეს რაღაც ცოტა ეგზოტიკური მაგიდები არის აქ. 9 მაქსი მაგიდები, ანტეთი, დიპსტეკ ანტე რა, ეგეთი თამაში არის. ცოტა ეგზოტიკური ნაირსახეობაა პოკერის, რომელსაც სავარაუდოდ NL2-ზე გავაკეთებ სესიას, იმიტომ რომ არ ვიცი მაგის თამაში კარგად და შედარებით მაღალ ლიმიტებზე არ გავაკეთებ. NL2-ზე უბრალოდ ისე მოვსინჯავ მე ერთი. შემდეგ სესიას მაგას ალბათ. ნახოთ აბა ერთი რა სიტუაცია. წესით შემადგენლობები უნდა იყოს კარგი. სხვადასხვა ვიღაცა ტრენერებისგან და ეგეთი ტიპებისგან გამიგია, რომ მან ძალიან კარგ პროფიტს აკეთებენ ტიპები რა. ანუ სპეციალური სტრატეგია უნდა შეისწავლო, ოღონდ ანუ ჩვეულებრივი six max-ის სტრატეგიით მათ ვერ გადაჭიდები. ბევრად უფრო ტაიტი სტრატეგიაა მარტივად რო ვთქვათ რა. თან დიპსტეკია, ეგ დიპსტეკში ცოტა განსხვავებული მუღამებია რა. ხო და მაგრამ ვიცი რომ ძალიან კაი პროფიტს აჩვენებენ ტიპები მან. 9 მაქსი მაგიდები ზოგადად კლასიკური აი 9 მაქსი პოკერსტარსის რაც იყო, ანუ პოკერის ონლაინ პოკერში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური დისციპლინა თავის დროზე. მე ნელ-ნელა 6 მაქსმა, ასე ვთქვათ, 6 მაქსი დაწინაურდა და უფრო მეტ ხალხს 6 მაქსი მოეწონა და საბოლოო ჯამში ეს 9 მაქსი პრინციპში მოკვდა, შეიძლება ითქვას რომ მოკვდა, იმიტომ რომ ხა მაღალი ლიმიტები ძალიან ცოტაა. ძირითადად 9 მაქსი მაგიდები აქ-აიქ რაღაცაი ვინინგ პოკერზე ან პოკერსარსზე ან რაღაც ეგეთ რუმებში რო იხოდება, ისევ 6 მაქსის რეგების ხედან, ანუ აი ცალკე რო 9 მაქსის რეგულარები ესეთი პროფესია მე მგონი დღესდღეობით მიკროლიმიტების გარდა მე მგონი წესით აღარ უნდა არსებობდეს, მაგრამ აი GG პოკერი რაღაცნაირად ცოტა უფრო განახლებულ ვარიანტში აბრუნებს ამ 9 მაქსებს როგორც ჩანს ამ რაღაც დიპსტეკ ანტე ფორმატით. აქ ანდარიგებას არ მივადევნე კარგად თვალყური. აი ეს ფასიანი თაიმაკი. ტუზგაროლი, რავი, კაი ტუზგაროლია რა, უნდა შენიდე დავადირე. ანუ იმას აქნა, თაიმაკი გამითავდა. რავი, შეიძლება და აქ დაქოლვა რა, მე მგონი რა. იმდენჯერ დავჩეკეთ რომ ან რვიანს ოპონენტთან არ ვფიქრობდი და კი, ეხლა რასაც ეგ მაჩვენებდა, 4-იანები უნდა ყოფილიყო წესით მანდ.
ანუ რაღაც პოტბეტს აკეთებს ну, მოკლედ fold-ით შეიძლება ჯობდა რა. ანუ აი რაღაც ეს სიტუაცია, რომელიც ну, ნამდვილად არ არის ის სიტუაცია, რომელთაც ჩვენ ფულს შევავლობთ პოკერში. River-ზე რო ესე უცაბად პოტბეტს ჩაგაჭერს ვიღაც ბელორუსი, ეგ არ არის ის სიტუაცია, სადაც ჩვენ პოკერში ფულს შევავლობ. დაყრა შეცდომა ვერ იქნებოდა ვერანაირად, მაგრამ მე მგონი დაკოლვაც შეიძლებოდა რა. ამას წინათ მოხდა ეგეთი რაღაცა. YouTube-ა წამიშალა ერთი ვიდეოს გარჩევა, გამომწერის ვიდეოს გარჩევა და რაღაცა მომწერეს რომ ეს არისო რა. მომწერეს რა იქვე დამიწერა რა YouTube-ზე რომ შევედი რომ აზარტული თამაშები რაღაცა. ანუ მოკლედ ამომწრავად არ ეწერა რა თქმა უნდა. როგორც საერთოდ ხდება ხოლმე სტრაიკებზე და რაღაც ვორნინგებზე და რაღაც ეგეთებზე. ეწერა რომ ანუ ჩვენი აზარტული თამაშების პოლიტიკიდან გამომდინარე რაღაცა. წაგიშალეთო ვიდეო. მე მივწერე რომ მეთქი ეს აზარტული თამაშები კი არ არის თქო, პოკერის სტრატეგიის შემსწავლელი ვიდეოა მეთქი და ვაფშე მაგებს ვაკეთებ მეთქი მე აქ. და მომიხსნეს ვორნინგი. ხოდა. რა სხვა იუთუბერებზეც გამიგია პოკერისტებზე რომ რაღაც დაასტრაიკეს და რაღაცა. რა უნდათ ვერ გავიგე. მართლა აზარტულ თამაშებს მიაქვს YouTube-ი. ყველა არხზე სპონსორად და იმად აზარტული თამაშების კომპანიებია. ხალხი სლოტებს სტრიმავს და რაღაცა და პოკერის ვიდეოს გარჩევის და შესწავლილი კონტენტის თემას კიდე წამიშალეს. ნუ არ წამიშალეს ან ის ვიდეო საბოლოოში დამიბრუნეს ის ვიდეო, მაგრამ რაღაც უცნაური პოლიტიკა აქვს თამათ მე მგონი რა. რაღაცა ეხა ომაჰას თამაშობ 1-2 თვია რა. ხო ენელად ვარ აღმოჩენილი უკვე იცით ჩემმა გამოწერებმა და მალე გეგმავ რა ლიმიტის გაზდას უკვე N25-ზე აწევას. უბრალოდ მინდა რომ რაღაცა კონცეფციებში, რაღაცა პრეფლოპ მოდელის საკითხებში და რაღაცეებში ბოლომდე ვიყო კარგად. თავდაჯერებული და ისე ავიწიო რა, თორე ბანკროლი პრინციპში მაქვს უკვე რომ ავიწიო და აი ჰოლდემის სესიებს რო ვაკეთებ, ახლა რაღაცნაირად ძალიან გაუცხოებული ვარ რა. მაგრამ არა უშავს. მედია რამე ცოტა კარტის დარიგდება და საინტერესო დარიგებები იქნება. მე კარგად ხეინ რა თქმა უნდა, ერთ-ერთზე ანუ small blind-დან უნდა შევუტიოთ. სხვადასხვა ფერის დამარვიანი მე მგონი არ არის აუცილებელი რომ დავარეიზო. ერთი ფერის 7-ან 5-იანი მეოთხე ვარ ამ პოტში. არ არის გადასარევი სიტუაცია, მაგრამ ნუ შანსებიდან გამომდინარე, ანუ შევიდეთ. ტრიბეთის cold call-ი საერთოდ შეგვიძლია რომ ეს ოფცია დავივიწყოთ. ანუ ტრიბეთის cold call-ი არის რა, რომ სხვა დაატრიბეთეს და ჩვენ რო დავქოლოთ. ეგ არის ტრიბეთის cold call-ი, მაგას ქვია ეგ და ანუ cold call-ი არის იმ შემთხვევაში, როცა პირველად იღებ მონაწილეობას, პირველად როცა იღებ დარიგებაში მონაწილეობას და ქოლავ, მაგას ქვია cold call-ი, ამაზე ბევრჯერ მისაუბრია. და როცა ტრიბეთს ესე ქოლავ ცივზე, ძირითადად მაინდა-მაინც კარგ სიტუაციებში არ ხვდები ხოლმე პოსტლობზე და შესაბამისად ეგეთი ქმედება შეგვიძლია საერთოდ დავივიწყოთ და ან ფორბეთი ან ფოლდი გავაკეთოთ ხოლმე, არ იქნება შეცდომა. პირველი პოზიცია მოძ გაზდილი საიზიგი დავარეიზებ, მე მგონი მეპატიება. მივიღე ეგრევე. პირველ-მეორე პოზიციებში ტრიბეთი, აი ტრიბეთის ქოლი მივიღე აქედან, აი ამ ქმედებაზე ვაკეთებდი, საუბრობდი რომ ანუ არ არის მეთქი მაინდა-მაინც გადასარევი. რავი, მოდი ფორბეთი და პირდაპირ შეგვიძლია ვითამაშოთ სტეკზე, რავი, პრობლემოთ. საიზინგი, რავი, დიდად მნიშვნელოვანი აქ უკვე აღარ არის, იმიტომ რომ ოპონენტს მაინც ტოზები ექნება, რა მნიშვნელობა აქვს. ანათიანები.
პირველ მეორე პოზიცია საერთოდ ძალიან არადინამიური პოზიციებია და მაგით ვთქვი რომ ტუზები ექნება მეთქი ანუ 10-იანებით ეს არის აი ძალიან დიდი შეცდომა პროს ასეთ სიტუაციაში 10-იანები ნაღდად არ თამაშობს სტეგზე მოგნიშნეთ როგორც ნახევრად რეკრეაციული მოთამაშე ფრაი ეს ყვითლად ნიშნავ ხოლმე სლაბ რეგულარებსა და სლაბი რეგულარი ეგრე მონიშნავ ეს ჩინელები აი წინა სესიაზე ვახსენე ეს ჩინელი რეგულარები რაღაც თავისი მოდი პირველი პოზიცია არ დავატრიბეთ თუძვალეთ თავისი მოგონილი რაღაც სტრატეგია აქვს მე მგონი ამათა ეს არა ეს კი არა ისა სტატისტიკა უნდა ნახო ხო 29 დარიგება მაქვს 37-15-ზე 33-14-ზე და რაღაც ეგეთი სტატებით თამაშობენ და რაღაც ესეთ უცნაურობებს აკეთებენ რა რაღაც ძალიან უცნაური რეგულარები არიან აი რაღაც ჩინური სტრატეგიაა ხო იცი აი ეგეთი გამოთქმა არსებობს რა რაღაცაზე რომ ჩინურიაო იტყვიან ხოლმე რომ ანუ ცუდი ხარისხიაო გულის ხოლმე და ამასთან რაღაცა სოლვერის ჩინური ვერსია აქვს სავარაუდოდ და მაგით სწავლობენ არ ვიცი ანუ სეტი დავიჭირე მაგრამ არც გადასარევი ფლოპი ну არც გადასარევი ფლოპი კი არა პირიქით ანუ ჩემი ფლოპია ყველანაირად ჩემი ფლოპია რა ამ არც გადასარევი მას გულისხმობ რომ ოპონენტი ძალიან ფრთხილად ითამაშებს ამ ფლოპზე შესაბამისად ჯერჯერობით მაინამეც უკეთესი ჰენდების წინააღმდეგ იზოლირებას არ გავაკეთებ საკუთარი თავისას რა ანუ აქ ძალიან ჩავაჭირო აქ სავარაუდოდ სტრიტების გარდა ყველაფერს დავაყრევინებ შესაბამისად ძალიან არ ჩავაჭერ პირველ მეორე პოზიციაში გატრიბეთებს 10-იანებით ეგ სწორია, მაგრამ ფორვეთის წინააღმდეგ რო ფუშავს, მით უმეტეს როცა ერთი cold call-ი მოხდა და მე დავაფორვეთე. ეგ არის ძალიან არასწორი ფლო, მაგას უბრალოდ 10-იანები არის უადვილესი ფოლდი. ნახუთი აი ესეთი სიურპრიზებიც არის რა. აი შეხედო და რაღაც ძალიან кайფი შეიმაგიდებზე არც ხედან რაღაცა, მაგრამ აი რეგულარი რო ესეთ ქმედებას აკეთებს, ეს რაღაცა ესეთი დამატებითი სარგებელია რა. ესეთი ოლინები როგორც წესი არის ხოლმე value რა თქმა უნდა. ფლეშკარდზე ეგრევე reverse ოლინებს ესეთი კოლების გაკეთებას გიშჩეთ მარტო იმ შემთხვევაში როცა ოპონენტზე გიქნებათ ხოლმე სპეციფიკური ინფორმაცია, ორი დარიგება როცა გაქვთ ოპონენტზე უბრალოდ დაყარეთ. თან შანსები გაქვს ძალიან ცუდი რა. ანუ 30 ბლაინდმა გადაიხადოს 70 უნდა მოიგო. ანუ თითქმის ორ შემთხვევაში ერთხელ უნდა მოიგო, რომ ანუ 50% შემთხვევებში უნდა მოიგო თითქმის, ნუ მინიმუმ 40-ში მაინც ცოტა მეტია 45-ში ალბათ, რომ გიღირდეს მან დაქოლვა. მოდი რეიქის და ყველაფერს გათვალისწინებით, თქვათ რომ ორიდან ერთხელ უნდა მოიგო და ორიდან ერთხელ ბლეფი ნაღდად არ არის მან. ორიდან ერთხელ კი არა, რავი, შევა 10-დან 9-ჯერ ველიუა რა, ეგეთი პონტია. ну, ხა თუ რა თქმა უნდა ოპონენტზე გაქვს სპეციფიკური ინფორმაცია რაღაცა რომ მანიაკია და ეგრე უაზრო დაავლინებს რაღაცებს, შეგვიძლია მოსაკნა. small blind-დან სხვადასხვა ფერს კაროლალებს არ დავატრიბეთებ. რავი, შევატრიბეთია ეს არც მახსოვს რავი სიმართლე გითხრათ, მაგრამ და სხვადასხვა ფერის ტუზ 7-იასაც არ დავიცავ. ამ ლიმიტზე შეგიძლიათ ესეთი ჰენდები, აი ესეთი მარგინალური სიტუაციების მოერიდოთ. იმიტომ რომ აგერ ხალხი პირველ მეორე პოზიციებში 10-იანებით გეთამაშებათ სტეგზე და რატომ უნდა გაიგიჟო თავი რაღაც სხვადასხვა ფერის კაროლვალეტით, ერთი ეს არის და მეორე საკითხი ის არის, რომ რეიქი არის ძალიან დიდი, ან მიკროლიმიტებზე რეიქის წნეხი არის ძალიან დიდი და შესაბამისად მოგვეთხოვება რომ ვითამაშოთ უფრო ტაიტი თამაში, იმიტომ რომ თუ იმაზე მარტო ისეთი სიტუაციები გვაწყობს, სადაც იმაზე მეტს მოვიგებთ, ვიდრე რეიქს გადავიხდით რა. და რეიქი რო არის რაღაც 10 BB100 9 BB100 დაახლოებით აი იმაზე, ესე რო თქვა, ვინც იცის ახლა ჩემი ვიდეოები, იცის რაც არის BB100 და ეს არის საზომი. მაინც ვიტყვი, აი ეს არის საზომი, როგორც აი მანქანებს ცხენის ძალებით ვზომავთ, აი მოგებას პოკერში BB100-ებით ვზომავთ რა, ანუ რამდენ ბლაინდს იგებ 100 დარიგებაზე, აი დაახლოებით ეგრე რა. საზომი ერთეულია და ანუ რეიქსაც მაგით ვზომავთ რა, რამდენ რეიქს იხდი რა. და ახლა 9 big blinds რო იხდი 100 დარიგებაზე რეიქს, ანუ უფრო მეც უნდა უგებდე, ესე იგი იმ სიტუაციაში შედიხარ თამაშში, ხო? ეხლა მაგალითად ამ სიტუაციაში იზოლირებას რო ვაკეთებ ოპონენტზე, დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიტუაცია ბევრად უფრო კარგ იმას მომცემს, პროფიტს მომცემს, ვიდრე რეიქს გადავიხდი, მაგრამ სადაც არა ვარ დარწმუნებული, იმ სიტუაციებში არ უნდა შევიდე რა, ეგეთი ვარიანტია.
მიკროლიმიტებზე ძალიან ხშირად არის ეგეთი სიტუაცია, რომ შეიძლება კი აქ მივები რა ბანკს ეგრე გამოვიდა რა, გინდა რაც არ უნდა მეჭიროს, ანუ 24-ში 15-მა დავამატო რა, იმიტომ რომ რაღაც ერთი 40% equity მათ ყოველთვის მექნება და შესაბამისად. მოდი მივცეთ რანი თვაისი. თვალშორის პრეფლოპიდან რანი თვაისები ომაჰაში არ არის, რატომღაც, რატო არ ვიცი. ვისურვებდი რომ ყოფილიყო. ერთი წამოვიღე და აქ ეჭი მაქვს რომ მეორეც უნდა წამოვიღო. აბა ნახოთ. მეორეც წამოვიღე. ორი კოინი მოვიგეთ. ექვსიანები, აი ეს იგივე სიტუაციაა. სადაც ვერც დავატრიბეთე, ვერც დავქოლავ, შანსი არ აქვს. მქოლი ამ სიტუაციაში small blind-დან საერთოდ შეგვიძლია დავივიწყოთ. small blind-ზე მარტო ან ტრიბეთი ან fold-ი ვითამაშოთ და ექვსიანები ტრიბეთისთვის მეგონი გადაჭარბებული იქნება. ნუ ამ სიტუაციაში რა, მაგას გულისხმობ. აჰა. ხო და ანუ უბრალოდ ისეთი სიტუაციები, სადაც ოპონენტებზე გვაქვს უპირატესობა საკმარისი არ არის, ანუ უპირატესობა უნდა ქონდეს ძალიან დიდი. აი ეგ არის მიკროლიმიტების პრობლემა რა. მიკროლიმიტებზე შეიძლება high stakes-ზე რაღაც NL 5000-ზე და NL 10000-ზე პატარა უპირატესობაც ოქონდეს ოპონენტზე ტიპს უღირდეს რომ ეთამაშოს. იმიტომ რომ იქ დიდი რეიქი არ არის. იქ მეგონი მაქსიმუმ, ნუ ეხა არ ვიცი როგორ არის, მაგრამ აი კლასიკურად მაქსიმუმ დარიგებიდან $2 აღება შეიძლება რა რუმს რა. ეხა გაცილებით მეც იღებს ვიცი, მაგრამ უბრალოდ აღარ მახსოვს უბრალოდ რამდენს და არ ვიტყვი ტყილა. მაგრამ აი ეხა დარიგებიდან $2 იღებს რუმის სიტყვაზე მაქსიმუმ ხო? და NL 10000 ვთამაშობთ, ხო ხდები ანუ ეს big blind-ებში საერთოდ ანუ არც კი არის ახსენებელი ეს $2 რა. ეხა big blind იქ არის $100. ხო და აზდარიგებაზე რავი აი რამდენი ბლაინდი უნდა აიღოს, შეიძლება ერთი ბლაინდიც ვერ აიღოს. სავარაუდოდ ვერ აიღებს ერთ ბლაინდს. ხო და შესაბამისად იქ რო თითქმის რეიქ ფრი თამაში არის, ხო? იქ აი ოდნავ უპირატესობა სადაც შეიძლება მოძებნო, ყველგან უნდა ეთამაშო ოპონენტს. ეგეთი ამბავი არის რა. ისედაც აი ოპონენტის შერჩევის თვალსაზრისითაც, ხო, იქ რეგულარებიც არის, ანუ რეგულარები ერთმანეთში თამაშობენ. რატო? იმიტომ რომ იქ ვიღაც რეგულარები ფიქრობენ რომ ერთმანეთზე რაღაც უპირატესობა აქვთ. ან შეიძლება არ აქვთ, მაგრამ ცდილობენ რომ მოიპოვონ ერთმანეთზე რამე უპირატესობა და ასე თქვათ დაიხვეწონ რა თამაში და განვითარდნენ რა და მაგის ხათრით თამაშობენ. ან ძალიან ძვირი არ უჯდებათ იქ თამაში. მიკროლიმიტებზე კიდე ეგრე არ არის. მიკროლიმიტებზე რავი, თითქმის 10 დიდი ბლაინდი გადახდა გიწევს აზდარიგებაზე, რაც რავი, ერთი ანუ რავი, ანუ ხშირ შემთხვევაში შემოსავალზე უფრო მეტ იხდი რეიქს. ანუ ხშირ შემთხვევაში ასაც იგებ, იმაზე მეტ რეიქს იხდი რა. ანუ აი იმას კი გულისხმობ რა ამინუსებ, ანუ აი შეიძლება ქონდეს რაღაცა 15 ბები 100 პლუსი, ნუ 10 ბები გადაიხადო, 5 დაგჭეს აი სიტყვაზე, ანუ მოგებაზე მეტი გადაიხადო რა, მაგას გულს, რაც შედაგჭება, იმაზე მეტი გადაიხადო. ეგ ძალიან ხშირად ხდება ეგეთი რაღაც. ეხა დავამატებდი ეგეთ რაღაცას რა კიდე რომ ან დამწყებ მოთამაშეებთან და ხო, ნუ მიწეს ხოლმე ძალიან ხშირად ხო კომუნიკაცია და რაღაცა ვინაიდან ჯერეთი ეხა ამ შემთხვევაში მე თვითონ დამწყებ მოთამაშე ვარ ომაჰაში რა, ომაჰას ეხა NL-ად ვთამაშობ, ორი თვია რა, რაც ომაჰას ვთამაშობ. და დამწყებ მოთამაშე ვარ რა თქმა უნდა. ჯერჯერობით აი პრეფლო მოდელით არ დამიმუშავებია კარგად რა, თეორიულ ნაწილში. ხო და ეხლა რა ქვია, რის თქმა მინდოდა. ძირითადად ვაწყდები ეგეთ რაღაცას დამწყებ მოთამაშეებში, რომ ანუ ყოველთვის რაღაცნაირად აი გაურბით აზროვნება და ეს რაღაცა ინტერესი რაღაც ძალიან რთული სიტუაციებისკენ. რომ აი რივერზე იქ check raise უნდა დამეკოლა, არ უნდა დამეკოლა, all-in რაღაცა. აი არა აქვს მაგას არანაირი მნიშვნელობა. აი პირდაპირ ვიტყვი რა, იქ რივერზე რო ტიპმა რაღაცა დაგიფუშა და დაგაჩეკ raise და რაღაცა, იქ რო შენ ზედმეტად დაყარო დაუშვათ, ხო? იქ რო ყოველთვის დაყარო, პირობითად ბლეფი ვაფშე რო დაიკიდო, ხო? აი ანუ მთლიანობაში შენს win rates არანაირად არ დაეთყობა ეგ. იმიტომ რომ ეგ არის სიტუაცია, რომელიც 1000-ში ერთხელ ხდება. იქ კიდე ბლეფს ადამიანი კიდე ვაფშე 1000-ში ერთხელ გადაწყვიტავს. და ანუ შენ რო თვიდან თვემდე რავი 50000 დარიგებას თამაშობ, სამჯერ მოხდება ეგეთი რაღაცა. და საბოლოო ჯამში ანუ
სწორი გადაწყვეტილებები მიიღე თუ არასწორი გადაწყვეტილებები, მაგით შენი შემოსავალი შეიძლება, რავი, ერთნახევარი ან ორი ბაინით მაქსიმუმ რა. მაგრამ big blind-ზე რო ზედმეტად ქოლავ, ტრიბეტებს რო ზედმეტად ქოლავ, მაგალითად რაღაც სიტუაციებში, სიბეთებს რო ზედმეტად ქოლავ, ან ზედმეტად რო აკეთებ რაღაც სიტუაციაში სიბეთს, ანუ ზედმეტ ინვესტირებას რო აკეთებ რაღაც სიტუაციაში პოტებისად 2-3 ბლაინდების. ეგეთი რაღაცეები ხდება 1000-ობით. ამ 50000-ზე დარიგებიდან შეიძლება რავი 500 ჯერ მოხდეს, შეიძლება 600 ჯერ მოხდეს. და მაგ სიტუაციებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ასე რომ აი ეს win rate-ები, ხო? აი ეს win rate-ები და პოკერში მოიგებ თუ წააგებ საბოლოო ჯამში. აი იგულის აი ესეთ სიტუაციებში 6 წლების დაყრა უნდა იცოდე მაგალითად და 15 ბლაინდს რო გადაგარტყავს ტიპი, აი თუ იმ 6 წლიანებს ქოლავ და მე რაღაცეებს იგონებ, აი მე იქ რივერზე რა გააკეთე, მაგას ვაფშე აღარ აქვს მნიშვნელობა, აი ეს შეგიჭამს მთლიან win rates რა, ჩვეულებრივად. შესაბამისად, ანუ ძალიან ისეთი აკურატული პროფესიონალ მოდელი თუ არა გაქვს შემუშავებული, ხო? აი ეს რაღაცა რთული დარიგებების იქ რა უნდა მექნა ნეტა რა ქონდა იქ solver-ში ჩავიხედე რამდენი პროცენტია იქ ქოლი რამდენი აი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მაგ ყველაფერს რა. თავარი არის აი ეს ბაზა, ფუნდამენტი, რომ კონდეს აი ძალიან კარგად გამართული, რომ ძალიან ესეთ სიტუაციას თამაშობდე. მარტო ძალიან ხელსაყრელ სიტუაციებში შედიოდე საერთოდ სათამაშოთ რა. მიკროლიმიტების მithumetes ქართულ რომებში ვინც თამაშობს, მithumetes ქართულ რომებში ვინც თამაშობს, ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ეს ქართულ community-ში ძალიან ხშირად ხდება ეგეთი ლაპარაკი, აი ნიტი. აი ხა აჭარაზე თუ თამაშობ NL20 და NL50, ხო, ნიტობა არის მან სწორი სტრატეგია, ხო, ხმრობის გარეშე ვიძე. მან lose aggressive, აბა ვინე მითამაშოს მაშინ, რავი, 27 და 28 VPIP-ით ითამაშოს ვიღაცამ და იმით 15 ტრიბეთით და აი პროსტა დააპლიუსოს და რავი, მე ვაღიარებ მაგ მოთამაშეს, ძალიან მაგარ მოთამაშეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ვერ დააპლიუსებს. იმიტომ რომ უბრალოდ რეიკი შეუჭამს ყველაფერს, რასაც საერთოდ იმას იზავს. შესაბამისად, აი ეგ კომპლექსი რო იქ ვიღაცამ არ დამბლეფოს და რაღაცა და დავქოლო არ დავქოლო რაღაცა, აი მაგ ნაწილში ცოტა დავიკიდებდი დამწყები მოთამაშის ადგილას და ძალიან ისეთ აი ესე ვთქვათ სწორხაზოვან და ძლიერ ფუნდამენტს შევქმნიდი თამაშისას, რომელიც არის ასე ვთქვათ დამყარებული რაზე. პირველ რიგში ძლიერ კომბინაციებზე, იმიტომ რომ როცა ოპონენტები გეთამაშებიან ყველაფერში, შენ მქონე ძლიერი კომბინაცია, იმიტომ რომ სავარაუდოდ შოუდაუნზე მოგიწევს მოგება. თავიდანვე ძლიერი ჰენდებით უნდა დაიწყო. და აგრესიაზე რა. თუ მონაწილეობ თამაში, შენ დააწესებ ფსონები. ანუ სხვების დაწესებულ ფსონები კი არ დაქოლო. შენ დააწესე რა. შენ გააკეთებ ფსონი. რამდენიც გაკეთებაც გინდა და სხვები თუ აკეთებენ ფსონებს, დაქოლოს უნდა მოერიდო. მარტო რაღაც განსაკუთრებულად ხელსაყრელ სიტუაციებში. ან 20-ებია დაითვალო და 20-ების მიხედვით დაქოლო და ეგ არის, всё, მეტი არაფერი. ეგ არის და აი კიდე აი ძალიან ბევრი შეხედვია დარიგება. ადამიანი მეკითხება რაღაც დარიგებაზე, რა უნდა ექნა, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღო დაუშვათ აი turn-ზე, river-ზე, როცა იმ დარიგებაზე, ანუ preflop-ზე იყო დასაყრელი. ხო და აი მაგას მიაქციეთ ყურადღება რა. იმ დარიგებაზე, რომელიც დაუშვათ აი დამაოთხიანი ხომ მიჭირავს ახლა. ეს დამაოთხიანი რო გავათამაშო, მე river-ზე რა უნდა გააკეთო, მათ სწორ გადაწყვეტილებას ვერასოდეს ვერ მიაგნებ, იმიტომ რომ ეს preflop-ზე იყრება ეს ჰენდი. და რეალურად წარმატებული მოთამაშე იმიტომ კი არაა წარმატებული, რომ იცის აი river-ზე ამ დამაოთხიანით რა უნდა გააკეთოს იქ, როცა ამას full house იყავს და იქ ოპონენტი უფრო მაღალ full house განასახიერებს. არამედ ამან იცის რომ მაგ სიტუაციაში როგორ არ მოხდეს, ანუ რომ დაყაროს preflop-ზე რა და როგორ არ მოხდეს მაგ სიტუაციაში. всё, არ მოხდება მაგ სიტუაციაში და პრობლემა არ ექნება, ანუ მაგით ამოხსნის მაგ პრობლემას. მაგ ამოცანას მაგით ამოხსნის, რომ მაგ სიტუაციაში არ მოხდება. განა მოხდება და მე იქ ეცდება რომ გამოერკვიოს. არავითარ შემთხვევაში. სხვადასხვა მარტო პოკერში არ არის ეს, რეალურ ცხოვრებაში არის ესე, ძალიან ხშირად არის ესე. ადამიანები ხდებიან ისეთ სიტუაციებში, რომელშიც ერთადერთი სწორი გამოსავალი არის ის, რომ მაგ სიტუაციაში არ მოხვედრილიყავი და ნუ მე იქეძებენ სწორ გამოსავალს. იქიდან უკვე უმტკინებელ გამოსავალი სამწუხაროდ არ არსებობს ხოლმე. და უკვე უარესებს შორის უწევთ არჩევანის გაკეთება რა. მაგრამ თავარია გააცნობიერო, რომ მომავალში გაითვალისწინო და მომავალში აღარ მოხდე იგივე სიტუაციაში რა. და უკვე მოხვედრილი ხარ, ეხლა იმას რა ეშველება ხო, რაღაც უნდა გააკეთო გასაგები.
მოგეთ ჰოლდემი ისეთი ცოტა მონატრებულიც მაქვს სავით, მაგრამ აი ესეთი სიმშვიდეა ხა აქ რომ ომაჰასთან შედარებით ხა 6 მაგიდას თამაშობდა, რავი, დარიგება არ მოხდა ისეთი რომ დავაკომენტარო და რავი, ყვები რაღაცეებს ისტორიებს. სხვადასხვა ფერის დამარვია ინც რა, არ არის მეგონი აუცილებელი ბატონიდან რეიზი. ერთი ფერისის შეგვიძლია დავიცვათ, ეს არის small blind-ის წინააღმდეგ, small blind-ის წინააღმდეგ მოგეხსენებათ რომ პოზიციაში ვართ და შესაბამისად გაწყვეტილებულ ბორდზე უბრალოდ 1/13 ვიცადა რომ წავიღო. ოპონენტი როგორც წესი კაპიტულაციურ ჩეკს აკეთებს. ზოგადად ტუზ დამა ისეთი ფლოპი იყო რომ მაგაზე საკმაოდ ლუზურად შეელო აგრესია გააგრძელებინა, რატო არ გააგრძელა? ეგ თავისი საქმეა, მაგრამ რახან დაჩეკა ხრის შემთხვევაში ეგ არის ხოლმე კაპიტულაცია და 1/13-ით წამოიღებ და ეგ იქნება რა. თუ მან არ დაგიყრის, სავარაუდოდ მარტო ისეთ თერნებზე გავაგრძელებდი აგრესიას, რომელზეც გავძლიერდებოდი. ერთი ფერის დამავალები საკმაოდ ძლიერია სკვიზისთვის. small blind-ზე როგორც თქვი, ან ვატრიბეთებ, ან უყრი. შესაბამისად დავატრიბეთებ, მგონია რომ საკმარისად რაოდენობა ფოლდებს მივიღებ აქ, რომ გამართლებული იყოს ეს ტრიბეთი 1 და მეორეცეთი ქოლებს თუ მივიღებ ერთი ფერის დამავალებით, რავი, ტრიბეთ ბანკს ინიციატივით დიდი სიამოვნებით ვითამაშებ და თუ ფორბეტს მივიღებ კიდე გადაყური რა, ეგ არის და ეს ტრიბეთი ამ გაგებით ძალიან ამარტივებს ჩვენ გადაწყვეტილებებს. კი, ტრიბეთ პოტები უფრო ძნელი სათამაშოა ერთი შეხედვით, ვიდრე single raise ბოტები. ერთი შეხედვით ეგრეა, მაგრამ სინამდვილეში ეს ემოციური ფაქტორია რა. ემოციური ფაქტორია ის, რომ ანუ ჩვენ უფრო დიდი ბანკის გათამაშება, ანუ ეს უფრო ემოციური წნეხი არის რა. თორე ისე მათემატიკურად სულ და დაანგარიშების თვალსაზრისით, ტრიბეთ ბანკები არ არის ძალიან ძნელი, იქიდან გამომდინარე, რომ უფრო მარტივი მათემატიკური ამოხსნა გვაქვს ხოლმე, იქიდან გამომდინარე, რომ ოცების მიხედვით, ანუ ან გვაქვს საკმარისი ექვითი, რომ სიტყვაზე სტეკზე ვითამაშოთ, ან არა გვაქვს და ეგ არის რა. ანუ single raise პოტებში უფრო მეტი შემოქმედება, მეტი სივრცე ამ ბლეფისთვის, იქ ოვერბეთები, იქ ჩეკ რეიზები რაღაცები. ტრიბეთ ბანკში უკვე ცხადია რა. ერთი დიდი ფსონი ვინმე თუ გააკეთა, უკვე ანაოლინებ ანყრი რა დაახლოებით, აი, ნუ მარტივად ეხლა ესე ძალიან მარტივადაც არ არის საქმე, რა თქმა უნდა, ხო? მაგრამ ვამბობ აი შედარებას რა დაახლოებით, აი კონტრასტი რა, ანუ single raise პოტში უფრო მეტი აი ესე თქვა მეტი პრობლემები შეიძლება იყოს, ვიდრე ტრიბეთ ბანკში რა. ეგ არის და ეგ. უფრო ნაკლები კიდე ფორბეტ პოტში და ასე შემდეგ. თუმცა რა თქმა უნდა ხა შემოქმედების სივრცე ჰოლდემში იქ ტრიბეთ ბანკშიც არის, ფორბეტ ბანკშიც არის და რავი, ფაივბეტ ბანკშიც არის ზოგჯერ. ასე რომ აი გრძელვადიან პერსპექტივაზე რაღაცა მილიონობით დარიგების ანალიზს რო აკეთებ, თლიანობაში, ანუ single raise პოტებში ბევრად უფრო რთული ამოცანების წინააღმდეგ დგები, ზოგადად ვიდრე ტრიბეთ ბანკებში. თან რა არის ისე ხა single raise ბანკში ხო? ოპონენტის რეინჯი ბევრად უფრო დიდია ვიდრე ტრიბეთ ბანკში. რო ატრიბეთებ, ანუ სქვის რო აკეთებ სიტყვაზე, ხა მაგ სიტუაციაშიაც მე გავაკეთე, ხო? მან რო ქოლს მივიღებდი, ანუ ოპონენტთან უფრო პატარას, ანუ შემიძლია რომ ძალიან ბევრი რამე გამომერიცხა ოპონენტის რეინჯიდან. აი სიტყვაზე რაღაცა რივერზე თუ 7-3-ზე სტრიტი დაიხურებოდა და ოპონენტი დამიფუშავდა, იმ 7-3-ას უკვე არ დავიჯერებდი. პირობითად ვამბობ რა, იმიტომ რომ მე უკვე გამოკლებული მქონდა მაგის რეინჯისთვის ეს 7-3-ია. აქ 7-ის გაწყვილების მიუხედავად გონია რომ საკმარისად კარგი value bet-ი შემიძლია გავაკეთო ტოსკაროლით. ფლეშ დროები და ტუზების წინააღმდეგ. აი მანაც ეხა ტოსკაროლის არგიო, ხო? სად არის ტოსკაროლი? ეს ტრიბეთ ბანკი იყო, ხო? ერთი ძამი. აი ხა single raise ბანკი რო იყოს, ხო? მაგალითად 7-ის გაწყვილება უფრო დიდი პრობლემა იქნებოდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი 7-იანი ექნებოდა რა ოპონენტს რეინჯში. ხა ტრიბეთ ბანკში ცოტა 7-იანები აქვს რა. კი, შეიძლება იყოს 8-იან 7-იანი, 6-იან 7-იანი, ერთი ფერის და აი მეტი დიდად არაფერი 7-იანები არ უნდა იყოს რა. შესაბამისად. ხა single raise ბანკში კიდე რავი, რამდენი 7-იანიც გინდა, იმდენი იქნება, მაგრამ დაწყებული კაროლ 7-იანი, დამა 7-იანი და აი ყველაფერი რა. აი დაახლოებით მაგის თქმა მინდა თუ მივხვდით რას ვამბობ რა.
შესაბამისად ტრიბეტ ბანკებში შეგიძლია ბევრ რამესთან დაკავშირებით უფრო ბევრად მშვიდად იყო ვიდრე single raise ბანკებში. იგივე აი ფლეშები რო იხურება ხო რაღაც სიტუაციაში, ხო? შეიძლება რაღაც ოპონენტს გაცილებით ნაკლები ფლეშ დრო კონდეს, სიტყვაზე ფლეში კონდეს, იმიტომ რომ რავი აი მთელი ეს რაღაცა ვალეტ ორიანები და ვალეტ ხუთიანები და ვალეტ ექვსიანები გამორიცხულია რა ტრიბეტ ბანკში, იმიტომ რომ ნუ თუ ოპონენტი მეტნაკლებად ადეკვატურად თამაშობს მასე თენდებს პრეფლოპზე ყრის რა ტრიბეტების წინააღმდეგ. Single raise ბანკში არა. ოპონენტი მატრიბეთებს რომელიცაც ინფორმაცია ჯერჯერობით არა გვაქვს. დავქოლოთ. ვეცდები მოპარვას 26-იანით. აქ აგრძელებს ოპონენტი აგრესიას. ერთი ორ კარტა მოვიდა, რავი, გადავრი ხო რა, მოდიამ ცხრიანებს. აქ ხა ესეთ სიტუაციაში ტრიბეტი დაქოლე და ფლოპი დაყარე რაღაც ძალიან უშნო სიტუაციაა, რა თქმა უნდა, ზოგადად ტრიბეტების ქოლებით პოკერში ფული დიდად არის შოვება, ანუ გრაფიკი რო ნახო დიდ დისტანციაზე, ან ტრიბეტის ქოლი მაინდა-მაინც კარგ პლუსში არ გაქვს, მაგრამ აქ არის გასათვალისწინებელი, რომ open raise-ი გაქვს, უკვე გაკეთებული ინვესტიცია, შესაბამისად, ანუ იმაზე ნაკლები უნდა წააგო, ანუ დისტანციაზე აი ეს მაჩვენებელი რო თქვი ცხენი ძალების ამბავში, ხო? BB100 როგორც პოკერში ან win rate საზომი არის, როგორც სიმძლავრის საზომი არის ცხენი ძალა მაგალითად მანქანის შემთხვევაში, ეგრე არის აქ BB100 win rate საზომი. როცა გააქვს დაუშვათ რაღაც სიტუაციაში შენ 3 ბლაინდია თუ 2.5 ბლაინდი უკვე გადახტილი, ესე იგი შენ აი ხა ამას მაგალითად ამან რო დაყაროს, ეხა აქ ჩემი ტრიბეტის წინააღმდეგ -26 BB100 ექნება ამ სიტუაციაში. ანუ თუ -26 BB100-ზე უკეთეს რამეს გააკეთებს, უკვე ყველაფერი კაია მაგისთვის რა. ანუ -10 BB100-ით რო ითამაშოს ეს დარიგება გადასარევი იქნება მაგისთვის რა. ანუ აი ეგეთ რამეა და შესაბამისად ხანდახან მაგიტო გვიწევს ტრიბეტების დაკოლა. იქ ხა ცხრიანები მეჭირა, აქ მე დავქოლე ტრიბეტი დავჩეკავ. ცხრიანები მეჭირა, შესაბამისად ოპონენტი ხანდახან ფსონს არ გააკეთებდა. აქ უკვე შევუტიოთ, იმიტომ რომ ოპონენტი შეიძლება რაღაცა ისევ კაპიტულაციური ჩეკი წერა, რაც ახსენე, შეიძლება უბრალოდ კაპიტულაციითაა დაკავებული და თუ არა და რივერზე მჩება მე ბლეფის შესაძლებლობა ოპონენტმა დამატრიბეთა, რავი, შეიძლება ოპონენტთან იყოს, რავი, ტუზები კაროლები. მე მგონი 2/3 აქ საკმარისი იქნება, იმიტომ რომ ტაიტი ოპონენტია და აქ ოვერბეთი არ მგონია იყოს საჭირო. ნუ კაროლები ხო, არ დაყარა კაროლები. ნუ კაროლებს უფრო არ დაყრიდა, ტუზებს უფრო დაყრიდა ალბათ მაგ სიტუაციაში, იმიტომ რომ კაროლ ვალეტს ან ხა აქ მე კაროლ ვალეტს ვაჩვენებდი რეალურად ოპონენტს. სად არის? აქ ნუ ხა მე ოპონენტს რივერზე კაროლ ვალეტი ვაჩვენე იდეაში რა. ჩემი 2/3-ით, იმიტომ რომ full house-ი რომ მქონდა, ალბათ შეიძლება overbet-ი გამეკეთებინა. უბრალოდ ჩავთვალე რომ არ იყო საჭირო overbet-ის გაკეთება. იმიტომ რომ full house-ებს წინა ქუჩაზეც ალბათ სხვადასხვანაირად ანუ set-ებს ცოტა უფრო აგრესიულად გავათამაშებდი, კაროლ ვალეტი შეიძლება დამეჩეკა რა. ხო და როცა კაროლ ვალეტს აჩვენებ, ამასაც თვითონ ორი კაროლი უჭირავს, ხო? ანუ არ დაგიყრის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არ დაგიჯერებს კაროლ ვალეტს, თვითონ უჭირავს ორი კაროლი. ტუზებს ალბათ უფრო დაყრიდა რა. მაგრამ NL5-ზე შეიძლება მაგდეს არც უფიქრდება ხალხი საერთოდ, იქ ფლეშ დრო 10-და და დაქოლა უეჭველი რა. მაგრამ ეგ ფლეშ დრო რო 10-და, ეგ სიტუაცია საერთოდ უფრო ფიშებთან მუშაობს რა. ფლეშ დრო თუ 10-და და რეგულარი ჩაგაჭერს, ხის შემთხვევაში ფლეშ დრო არ ყავს ხოლმე, იმიტომ რომ თვითონაც ხედავს, რომ ფლეშ დრო 10-და ამას არ დავადრიბეთ. ის თვითონაც ხედავს, რომ ფლეშ დრო 10-და და შესაბამისად ის იმ ფლეშ დროს უკვე როგორ უყურებს, იცი რომ ანუ შენ რო გეჭიროს ფლეშ დრო პირიქით მაგის აუტოფოლდებს დაბლოკავდი მაგითი და არ ჩააჭერდი რა. აი ეგრე უყურებს, ანუ იმიტომ რომ რეგულარები ხო მეტაკლებად ერთმანეთის სტრატეგიას ვიცნობთ, იმიტომ რომ ყველა ერთი წყაროდან ვსწავლობთ თამაშს. ცოტა პირი გამიშრა.
ხო, კიდე არის ეგეთი ტენდენცია კიდე დაწყებ მოთამაშეებში, რომ თავიდანვე რაღაცნაირად აი სოლვერზე ძალიან, ასე ვთქვათ, სწორება რა, რომ აი სოლვერი რას აკეთებს, როგორანაირად რაღაცა. სოლვერის მოქმედებების აი პირდაპირ დაკოპირება საერთოდ არის არასწორი. სოლვერი ძირითადად თამაშობს თავის წინააღმდეგ, მარტივად რო ითქვას. სოლვერში მიღებული, ასე ვთქვათ, რაღაცა გამოთვლები იგულისხმება ოპტიმალური სტრატეგიის წინააღმდეგ. სწორი არის ოპტიმალური სტრატეგიის წინააღმდეგ და არა ვიღაც 80 პიპი რო აქვს ოპონენტს მაგის წინააღმდეგ რა. ხო და შესაბამისად ლოგიკა, სათამაშო ლოგიკა არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და აზროვნება და რაღაცა იმის ჯელობა, ხელის წაკითხვა მიკროლიმიტებზე არა ზოგადად პოკერში რა, ზოგადად პოკერში ეგრე. პოკერი რა არის, სპორტი ხო არაა პოკერი, ეს არის თამაში, რომელშიც სუსტი მოთამაშის წინააღმდეგ უნდა მოიგო. ეძებს სუსტ მოთამაშეს, თლიანობაში აი ფილოსოფიურად პოკერში უფრო მნიშვნელოვანია, რომ შენ კარგი სასტავი მოძებნო, ვიდრე ის რომ იყო ძალიან მაგარი მოთამაშე. შენი მიზანი ყოველთვის ის კი არ არის, რომ შენ იყო ძალიან მაგარი მოთამაშე. ეს რა თქმა უნდა არის შენი მიზანი, მაგრამ თავარი მიზანი მაინც ის არის, რომ შენზე სუსტი მოთამაშე მოძებნო. მაგალითად, პოკერისტის გადმოსახედიდან შენ თუ გააქვს შესაძლებლობა, რომ ეხა ყოველ დღე იარო რაღაც ადგილას, პირობითად ონლაინ პოკერი დავივიწყოთ რა. ონლაინ პოკერი დავივიწყოთ, ხო კლასიკურად პოკერი ხო ოფლაინ თამაშია და დავხედავ ოფლაინ პოკერში რაც 60-იანი წლების ამერიკაში ცხოვრობ და რაღაცა და ტიპები მეპატიჟებიან რაღაც მაგარ ფიშებთან რა. სადღაც home game-ია, სადაც ჩემ ლიმიტებზე, სადაც მე ვთამაშობ და არიან ძალიან სასტიკი ფიშები რა, ფული აქვს გადასაყრელი. და მეპატიჟებიან მეც რომ ვითამაშო მაგათთან, ხო რაღაც ჰოლივუდში ან ამე ეგეთ ადგილას. ეხლა ჩემ მხრიდან რომ დავჯი და სოლვერში ვიმუშაო და რაღაც ეგეთები ვაკეთო, იქნება დროის ფუჭი კარგვა, მაშინ სოლვერი არც არსებობდა, მაგრამ მაშინ წიგნები არსებობდა და ვიჯდე წიგნები ვიკითხო რაღაცა პოკერზე. ეს იქნება დროის ფუჭი კარგვა. უბრალოდ წადი ეთამაშე, ფული მოუგე. იქ ელემენტარული ლოგიკაა საკმარისი რომ მაგათ ფული მოუგო. როცა ყავს შენზე სუსტი ოპონენტები, მაგრამ როცა ისეთ ლიმიტებს აღწევ რომ რაღაცა შემოგაკალდნენ ეს შენზე სუსტი ოპონენტები, ხო? მერე უკვე უნდა დაეციო ამ შემადგენლობებს, ასე ვთქვათ და ეცადო რომ უკვე ის ოპონენტები რაც ყავს, თუ ატყობ რომ თავისუფლად ვეღარ ჯობნი ამათ, ხო? მერე უნდა განვითარდე, შესაბამისად სოლვერში მუშაობას დაახლოებით ესე დაგეწევა ლიმიტების დასთან ერთად რა. რაღაც მომენტში რომ შენ ზიხარ და მაგიდაზე რაც 5 ფიში გიზის, ეხა აჭარაზე ხო რამხელა დისტანცია მაქვს თამაშები, ხა ბანკროლის ასაშენებლად აჭარაზე კაი ადგილი მე მგონი არ არის რა. ქართულ რომელს გულისხმობ აჭარასთან ერთად ლიდერიც კაია. მაგრამ ლიდერზე მიკროლიმიტებზე არ არის ეგ შენ. მან თავარია რომ ელემენტარული ლოგიკა გესმოდეს თამაშის, ელემენტარული ლოგიკა და ააშენო ბანკროლი. всё, აღარ ჭირდება მეტი არაფერი მაგას, არაფერი სოლვერი მაგას არ ჭირდება. მერე უკვე როცა მიხვალ რაღაც ისეთ ლიმიტზე რომ შეხედავ რომ ესეთი ადვილი არ არის ოპონენტებთან თამაში, ხო? მერე უკვე უნდა დაიწყო შესაბამისად რაღაც ისეთ კონცეფციებზე და ისეთ სიტუაციებზე მუშაობა, რომლებიც უკვე არ იცი. როცა დაგჭირდება საჭიროებასთან ერთად. თორე რავი, ნებისმიერი ბანკროლი, კაროჩე, მოდი ასე ვთქვათ, მარტივად ვთქვათ რა. ბანკროლი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა პოკერში რა. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა, ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა უნდა დავასახელოთ პოკერში არის ბანკროლი. და შესაბამისად, როცა გაქვს რაღაც სიტუაციაში, ან ბანკროლი არა გაქვს, ან გაქვს შესაძლებლობა რომ კარგი ბანკროლი ააშენო, ეგ არის მთავარი პრიორიტეტი. ფული რა, ახლა ფულის მოგება ბანკროლი ფულია რა ჩვეულებრივ. ხო და ვისაც მოკლედ ვინც მიკროლიმიტებზე რავი NL50-ის ზოგჯერ შეიძლება ითქვას NL100-ის ჩათვლითაც ჯერჯერობით თამაშობს საბაზისო სტრატეგია უნდა ქონდეს ძალიან მაღალ დონეზე დახვეწილი დამუშავებული და შეუძლია რომ სოლვერი და რაღაც ძალიან რთული კონცეფციები ცოტა ხანი დაიგიდოს რა.
ტრიბეთი შეიძლება ქოლიც. დავქოლა უბრალოდ ერთი ფერისაა რაღაცა. პირველ პოზიციაზე გავზარდოთ საიზინგი. ეს ფოლდია. ეს ჩემი ფლოპია ყველანაირად ოპონენტმა. ძალიან ხშირად შეიძლება უბრალოდ დამithმოს. ცხრიანები დავატრიბეთოთ. ქოლი შეიძლება იმ შემთხვევაში როცა ბლაინდებზე ვინმე კარგი ფიში რომ ჯდარიყო, დავქოლავდი. მე ხა უკვე გავთიშავ იმას სესიას და ნელა დარიგებების მოკოკლდება და ჩვენს დავამთავრებთ ვიდეოს. ცოცხალი სესიების ყურება არის ეს სასარგებლოა, მაგრამ არ ვიტყოდი რომ საუკეთესო პოკერის შესწავლის საშუალებაა, რა თქმა უნდა, საუკეთესო შესაძლებლობა არის რომ ტრენერთან წახვიდე. მაგრამ ცოცხალი სესიის ყურებასაც არ აუშავს. ეს რეიზი იყო. კარლცხრიანი. ან ბატონიდან ყველა ვარიანტი რეიზი. მაგრამ მაინც YouTube-ზე არის ძალიან ბევრი ცოცხალი სესიები, რა თქმა უნდა. რუსულად, ინგლისურად რავი, აი, რამდენიც გაგიხარდებათ. ქართულად ბევრი არ არის, მაგრამ მაინც რაღაცა მოიძებნება. ეცადეთ რომ ისეთი ტრენერი არის, ისეთი მოთამაშე, რომელიც აკომენტარებს თავის დარიგების ლოგიკას აკომენტარებს, გადაწყვეტილებების, ხო? ეგეც უყუროთ რა. ვინც უბრალოდ თამაშობს და ძირითადად ემოციებს გამოხატავს და ასე შემდეგ. ანუ აი დაახლოებით ნაკლები სარგებელი ექნება ეგეთ ადამიანს. აი ვინც ლოგიკას მიყვება, იმას ექნება ძალიან კარგი, იმისგან ძალიან კარგი სარგებელის მიღება შეიძლება. აი ინგლისურენოვანი მოთამაშეებიდან ფილ გალფონდი ომაჰასაც თამაშობს, ჰოლდემსაც და ინტერნეტში მოიძებნება ჰოლდემისა და ომაჰას ვოდებიც. ფილ გალფონდი მართალია ძალიან მაღალი ლიმიტების მოთამაშეა ზოგადად, მაგრამ დაბალ ლიმიტებზე ჰოლდემი არც უთამაშია. ჰოლდემი არც ომაჰა არ უთამაშია, ან დაბალ ლიმიტებზე ეგ იყო sit and go-ების რეგულარი იყო და მაღალ ლიმიტებამდე sit and go-ებით მივიდა და მერე გადაჯდა ქეშზე. ძალიან ცუდი თერნი და ვაფშე ზოგადად ამ შვიდიანებით არ ამგონია აქ რამე სასიკეთო შეიძლებაოდეს. ფილ გალფონდს გაუწევდი რეკომენდაციას, მოკლედ, კაი ტიპია, მაგის ვოდების უყურეთ, გაგისწორდებათ. ვისაც ინგლისური გესმით. რუსულად დაც არის ნათარგმნი, ხოდა შორის გალფონდის ვოდები ბევრი. რუსულად ძალიან ბევრი რამე მოიძებნება. აი, მე გავუწევდი რეკომენდაციას ავრორას. ავრორა ძალიან კარგად აკომენტარებს თავის დარიგებებს და რაღაცებს. ხანდახან ანუ საკმაოდ ლომად ის სტრიმები აქვს იმის რა ქვია ჰოლდემის ის ზოგადად ეხა ტურნირებს თამაშობს, მაგრამ ქეშის სტრიმებიც აქვს. კარგი, მოდი, ამით დავამთავროთ და ალბათ თქვენ იცით წარმატებები.